უყვარს რუსთაველებს, იმიტომ რომ რუსთავის არის ეს ანსამბლი, აქ შეიქმნა და აქ ჩამოყალიბდა. ჩვენ ვატარებთ ჩვენი 45 წლის საიუბილეო კონცერტებს და მართლაც ძალიან სასიამოვნოა და ძალიან გახარებულია თელეანსამბლი რუსთავ ქალაქობას დაემთხვა ეს და ჩვენთან ძალიან ბევრი რუსთაველია და ძალიან ძლიერი მოცეკვავები. ამიტომ ის ტურნე, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ვიყავით გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და ჩვენი კონცერტები დავამთავრეთ რუსთავში, ჩვენ საყვარელ ქალაქში და მართლაც მე ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ხალხი როგორი გაღიმებულია, როგორი სიხარულით შეხვდა ანსამბლს, ალბათ ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს თავიდან იწყებს გაღვიძებას ალბათ და ის რაც ჭირი იყო მოსაშორებელი, მოგონი მოიშორეთ და ეს არის ძალიან კარგი რომ დღეს ხალხი ესე კარგად და ესე ლაღად მოვიდა და ძალიან გახარებული წავიდა სახლებში. როდექსი მოვუწევ ძალიან ქალაქს, ქალაქ რუსთავს, რუსთავ ქალაქობას. და ყველაფერი კარგს ვისურვებ, იმიტომ რომ პატარა საყვარელი ქალაქია. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, უყვართ ერთმანეთი და ძალიან მჭიდრო კავშირი აკავშირებთ ერთმანეთთან და ჩვენც რა თქმა უნდა ანსამბლის თაობა ვეცადეთ რომ რაც შეიძლება კარგად წავსდგენელი ყავით მაყურებლის წინაშე და გაგვეხალისებინა მაყურებელი. ცოვანებული ვარ, არაჩვეულებრივი იყო, ნამდვილად ძალიან დიდი მუხტი მივიღეთ. ძალიან კარგი კონცერტი იყო, ძალიან მომეწონა და ყველაფერი იყო ის რაც ქართულ საზოგადოებას უნდა დარჩეს ბოლომდე.